მრავალკორპუსიანი არქიტექტურა, რეკორდული გაბარიტები და გიგანტური ბალისტიკური რაკეტები. ეს საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი ბირთვული წყალქვეშა გემია. პროექტი 941 აკულა, რომელსაც ნატოს კლასიფიკაციით ტაიფუნის სახელით იცნობენ. ცივი ომის ეპოქაში შექმნილი ხომალდი არქტიკის ექსტრემალურ პირობებში ოპერირებისთვის და გლობალური ბირთვული შეკავებისთვის იყო გათვლილი. მისი წყალქვეშა წყალწონა დაახლოებით 48,000 ტონას შეადგენდა. სიგრძე 175 მეტრი იყო, სიგანე კი 23 მეტრს აღემატებოდა. ამ მონაცემებით აკულა დღემდე ისტორიაში ყველაზე დიდ წყალქვეშა ნავად რჩება. საინჟინრო თვალსაზრისით ტაიფუნის კონსტრუქცია ტრადიციული წყალქვეშა ნავებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მსუბუქი გარე კორპუსი შიგნით განთავსებული იყო ორი პარალელური წნევითი კორპუსი. ცენტრალურ ნაწილში კი მოთავსებული იყო სამეთაურო და ელექტრონული სისტემები. ცხვირში ტორპედოს განყოფილება, ხოლო ორ ძირითად კორპუსს შორის კოშკურის წინ სტრატეგიული რაკეტების გამშვები შახტები. ამგვარი არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უზარმაზარი R-39 ტიპის რაკეტები იყო, რომელთა ზომებისა და მასის გამო მათი ჩვეულებრივ ერთკორპუსიან სისტემაში განთავსება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამასთან ტაიფუნის კონსტრუქცია არქტიკის ყინულქვეშ ოპერირების სპეციფიკურ პირობებსაც ითვალისწინებდა. ყინულის საფარის ქვეშ ხომალდს ისე უნდა ემოქმედა, რომ საბჭოთა სამხედრო ბასტიონებში მისი ადგილმდებარეობა მოწინააღმდეგისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. საჭიროების შემთხვევაში მას ყინულის საფარის გარღვევა და ზედაპირზე ამოსვლაც შეეძლო. ყინულის გარღვევისას კოშკურა და დამცავი გარსი წარმოქმნილ დატვირთვას უმკლავდებოდა, ცხვირის ჰიდროპლანები კი კორპუსში იკეცებოდა. ამ მასშტაბის ხომალდის ენერგეტიკული და მამოძრავებელი სისტემის საფუძველს ორი OK-650 ტიპის წნევიანი წყლის ბირთვული რეაქტორი წარმოადგენდა. თითოეული რეაქტორის ნომინალური თბური სიმძლავრე დაახლოებით 190 მეგავატს შეადგენდა. ორ მთავარ კორპუსში განთავსებული რეაქტორები ორთქლის ტურბინებს ამუშავებდა. გამომუშავებული მექანიკური ენერგია კი ორშვიდფრთიან ფიქსირებული ბიჯის გარსაცმიან პროპელერს გადაეცემოდა. ამ ამძრავი სისტემის წყალობით ტაიფუნს წყალქვეშ დაახლოებით 46 კმ/სთ-მდე, ხოლო ზედაპირზე 22 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეეძლო. ტაიფუნი საბჭოთა კავშირის ბირთვული ძალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. მისი მთავარი შეიარაღება 20 R-39 ტიპის ბალისტიკური რაკეტა იყო, რომელთა გამშვები შახტებიც კოშკურის წინ ორ ძირითად კორპუსს შორის იყო განთავსებული. R-39-ის გაშვების მასა დაახლოებით 80 ტონას შეადგენდა. თითოეული რაკეტა ინდივიდუალურად დამიზნებად 10 მირვქობილს ატარებდა, ხოლო მისი მოქმედების რადიუსი 8300 კილომეტრამდე აღწევდა. რაკეტების გაშვება კი ცივი სტარტის პრინციპით ხდებოდა. გაზის გენერატორი რაკეტას შახტიდან წყალში ამოაგდებდა, ძრავა კი მხოლოდ ზედაპირზე გასვლის შემდეგ ირთვებოდა. ეს ხომალდ საშუალებას აძლევდა რაკეტების სრულად ზედაპირზე ამოსვლის გარეშე გაეშვა. სტრატეგიული რაკეტების გარდა ტაიფუნს ტორპედოს აპარატები, სონარი, რადარი და კავშირგაბმულობის სისტემებიც ჰქონდა. ღრმა ჩაძირვისა და ყინულის ქვეშ ყოფნისას გარე სამყაროსთან კავშირისთვის სპეციალურ ანტენურ ბუებს იყენებდნენ. ასევე ხომალდს 120 დღემდე ხანგრძლივი საზღვაო მისიისთვის საჭირო საკვებისა და სხვა მარაგების საკმარისი რაოდენობაც ჰქონდა. ეკიპაჟის ხანგრძლივი იზოლაციის შესამსუბუქებლად კი ღია წყაროების მიხედვით ბორტზე საუნა და ვოლიერიც კი იყო მოწყობილი. საბჭოთა კავშირმა ამ კლასის სულ 6 წყალქვეშა ნავი ააგო. მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი ახალი ბულავას ბალისტიკური რაკეტების საცდელ პლატფორმად გადააკეთეს. თავისი მასშტაბით, რთული არქიტექტურითა და უნიკალური საინჟინრო გადაწყვეტილებებით პროექტი 941 ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სამხედრო საინჟინრო პროექტად რჩება.